კოალიციის ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიას დაძაბული ვითარებისა და საკუთარი მხარდამჭერების დაკავების ფონზე დაანარგებს ლადოდეხის შესასვლელში დღეს მორიდი ინციდენტი მოხდა. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა მას ბრძადა დაუღობეს. ვითარება მალევე განიმუხტა ცხენოსანთა ჯგუფი და კორდონი ივანიშვილის გარშემო თემას ტახა კუპადაძე დაანარგებს ლადოდეხიდან ტახამურა სალმევით გისმით. მოგესალმებით სოფომ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ის გუშინ იმყოფებოდა ყვალის, ახმეტისა და გურჯაანის რაიონებში. დღეს კი ლაგოდეხში ჩამოვიდა. შეხვედრის დაწყებამდე მოხდა ინციდენტი. ლაგოდეხში შემოსვლის დროს ბიძინა ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა და მათ მხარდამჭერებმა დაახლოებით 20 ადამიანამდე იყვნენ, სადაც გზა გადაეკეტებათ, ისინი აფეთქებდნენ ასაფეთქებლებს, თუმცა ინციდენტი მალევე გაიმუხტა, მას შემდეგ რაც ქართული ოცნების მხარდამჭერებმა შექმნეს ცოცხალი კოლონა, ზოგი ცხენზე ამხედრებული იყო და ისე მოაწილეს ქართული ოცნების ლიდერი შეხვედრის ადგილამდე. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოვიდა ერთი არეული კაცი, უნდა და ქვეყნის არევა დაპირისპირება ვერაფერიც ვერ მოახერხა. ნახეთ როგორ უღირსობას როგორ ღირსებულად ხდებიან ქართველები და როგორ დინჯად არიან კახელები. აი ეს არის ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო. ეს პროცესები, რასაც თქვენ დღეს უყურებთ, არის საწინდარი იმისა, რომ ძალიან სწრაფად ახდება ჩემი დიდი ოცნება, ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. ანალოგიური ინციდენტები დაფიქსირდა გუშინ ყვარელსა და გურჯაანში. რაც შეეხება დღეს ლაგოდეხში შეხვედრის ძირითად დეტალებს, ბიძინა ივანიშვილმა აქცენტები გააკეთა კოალიციის ძირითად პროგრამაზე, რომელიც სოფლად 1 მილიარდიან პროგრამას ეკუთვნება და რომის ფარგლებშიც კახელი გლეხი მალე შეძლებს საკუთარი პროდუქციის რეალიზებას რუსეთის ბაზარზე. ამ წუთებში შეხვედრა დასრულდა, როგორც უკვე კაცი ხედავთ და ჩვენ გამოსვლის ძირითად ნაწილს მომდევნო საინფორმაციო გამოშვებებში უფრო ცლად შემოგთავაზებთ. ტახა კუპადაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ლადოდეხიდან.